აფხაზეთის ომის დაწყებიდან 33 წელი გავიდა 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე ხელმძღვანელობდა აფხაზეთში რკინიგზაზე წესრიგის დასამყარებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შეიყვანეს. როცა ქართული ქვედანაყოფები აფხაზეთში შევიდნენ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ვლადისლავ არძიმბას მიერ უკანონოდ შექმნილმა ეგრეთ წოდებულმა აფხაზურმა გვარდიამ ქართულ შენაერთს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში მდებარე საგზაო პოლიციის საგუშაგოზე ცეცხლი გაუხსნა. აფხაზეთში 14 აგვისტოს დაწყებული საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. სოხუმის აღების ოპერაციაში აფხაზური ქვედანაყოფების გარდა მონაწილეობას იღებდნენ როგორც ჩრდილოეთ კავკასიელი მოხალისეები, ისე რუსეთის ხელისუფლების მიერ მობილიზებული კაზაკები და რუსეთის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფები. ომის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300,000-მდე ადამიანს, უმეტესად ქართული ეროვნების ადამიანებს მოუწიათ. საომარ მოქმედებებს ქართული მხრიდან ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით 10,000-მდე ადამიანი შეეწირა. სულს პატივი მივაგო ჩვენს გმირებს, იმ თავდადებულ ადამიანებს, ვინც ჩვენი საქართველოს გამო, ერთიანი საქართველოს და თავისუფალი საქართველოს გამო თავი გაწირეს, მიუძღვნეს ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე ჩვენს მომავალს და მათი თავგანწირვა უკვალოდ ნამდვილად არ ჩაიგდეს. ეს ომი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოხდა, შედეგი არის კატასტროფული და დღეს ამოცანა ჩვენი მდგომარეობს იმაში, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ამ ომის შედეგები, რომელსაც ქვია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევა. ეს უნდა დასრულდეს, ქვეყანა უნდა გამთლიანდეს. ჩვენ წუხართ, რომ დროებით ოკუპირებული აფხაზეთი, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ძალიან მალე ეს ქვეყანა იქნება ერთიანი, ძლიერი და თავისუფალი. ამისათვის ჩვენ ყველა ვართ მეტნაკლებად ჩართული იმ პროცესებში, რისი გაკეთების შესაძლებლობა ჩვენ გვაქვს. მართველი გუნდის ოპონენტები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმაურებიან. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ქართული ოცნების ნაბიჯების რეალური ასახვაა და მიმდინარე პროცესებს ობიექტურად აფასებს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და სხვა პირების მიმართ ფიზიკური თავდასხმების, დაშინებისა და ძალადობის მუქარის, იძულებისა და შევიწროების შესახებ ცნობები მთელი წლის განმავლობაში განუწყვეტლი ვრცელდებოდა. ასეთ შემთხვევებში ასევე არ არსებობდა ანგარიშვალდებულება. დოკუმენტის თანახმადვე აპრილიდან ივნისამდე თბილისში უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და 28 ნოემბრიდან დეკემბრამდე ევროკავშირის მხარდამჭერი დემონსტრაციების გაშუქებისას რამდენიმე ჟურნალისტმა განაცხადა, რომ პოლიცია თავს დაესხა, შეავიწროვა, წიწაკის სპრეი გამოიყენა ან აღჭურვილობა დაუზიანა. ამავე პერიოდში ხელისუფლება ან დაუდგენელი თავდამსხმელები, რომლებიც სავარაუდოდ მართველი პარტია ქართული ოცნების სახელით მოქმედებდნენ, ძალადობრივად დაესხნენ თავს მედიის ათობით წარმომადგენელს, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობის ოფიციალურ პირებს ძალადობასა და შევიწროებაზე პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ. ქართულ ოცნებას არც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან არ აქვს არავითარი შანსი რაიმე სახით ვითარების ნორმალიზების ან ლეგიტიმაციის მიღების. აქედან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შემოდგომის დასაწყისშივე მოხდება მეგობარი აქტის მიღება, რომელიც აქტიურად შეუწყობს ხელს ქართულ საზოგადოებას და ამავე დროს ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს ქართული ოცნების რუსულ რეჟიმს. ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ანგარიში ადამიანის უფლებებზე ფაქტიურად მიწის მიყრაა ქართული ოცნების არალეგიტიმურ რეჟიმზე, რომელიც მთელი სოფლიოს მასშტაბით მათხოვრობს ლეგიტიმაციას, მაგრამ ვერსად ვერ პოულობს მას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და ნეგატიური ანგარიში, რომელიც ამბობს, რომ ქართული ოცნების რეჟიმი არის ავტოკრატიული რეჟიმი, რომელიც დევნის პოლიტიკურ ოპონენტებს, აპატიმრებს, ჟურნალისტებს, ზღუდავს ყველა ფორმის თავისუფლებას და დევნის თავისუფალ აზრს. ჩვენ მივესალმებით დიახ იმ ცდელობას, რომ მაქსიმალურად პოლიტიკური მდგენელი, პოლიტიკურად და პოლიტიკურად მოტივირებული არ იყოს მსგავსი ანგარიშები და ჩვენ თუ შევადარებთ წინა წლების ანგარიშებს, ამ მხრივ არის ბევრად გაუმჯობესებული და ბევრად უკეთესი ანგარიში წინა წლებთან შედარებით. თუმცა კიდევ ერთხელ ჩვენ ნახეთ არაერთი მონაკვეთი, არაერთი კომპონენტი, რომელიც ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ აღქმებს და შთაბეჭდილებებს და სწორედ ამიტომ ჩვენ ვთხოვთ, რომ
მაქსიმალურად ფაქტების საფუძველზე და ფაქტების საფუძველზე გააკეთონ შეფასებები და ამ ნაწილში ჩვენ მზად ვართ მათთან თანამშრომლობისთვის. საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის შესანარჩუნებლად ვადა აგვისტოს ბოლომდე აქვს პარალელურად დანია, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სექტემბერში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით არ მიიწვევს. ქვეყნის საგარეო უწყების ოფიციალური განმარტებით მიზეზი საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერებაა. საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას პოლონეთისგან იხილავს ქართული ოცნება დასავლეთის კრიტიკას ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ჩარევად მიიჩნევს. მმართველი გუნდის ოპონენტები გითვლიან, რომ არსებული ვითარების მთავარი გამომწვევი მიზეზი ქართული ოცნების ნაბიჯებია. ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, იმედი არ აქვთ, რომ ქართული ოცნება საგარეო პოლიტიკას შეცვლის და კურსს ევროპისკენ შეატრიალებს. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ქართული ოცნება რამე შეცვლის, იმიტომ რომ ამის სრული რო ქონოდა ზოგადად ევროინტეგრაცია სხვანაირად წარიმართებოდა. თუ მართლა ორ კანონზე დავა ყველაფერი, ამ ორ კანონს ანარეს შინაარსი არ გააჩნია. არც ამ კანონამდე ქონდა რამე პრობლემა ოჯახის ღირებულებების ნაწილში, არც ამ კანონმა შეცვალა, იმიტომ რომ არც ერთი კანონი ფაქტობრივად არ მუშაობს. ამ რაღაც უშინაარსო კანონების გამო კარგავთ უვიზო მიმოსვლას ევროპასთან. ფაქტია, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და დასავლური ინტეგრაცია არათუ შეჩერებულია, არამედ ის სიკეთეები, რომელთაც წლების მანძილზე სარგებლობდა ქართული ხალხი, არის საფრთხის ქვეშ. ივანიშვილი და მისი ბანდა დაკავშირებული არის აბსოლუტურ გრევასთან ჩვენი ურთიერთობის დასავლეთთან და ევროპასთან. ამიტომ ყველა ვისაც გსურს და გვინდა რომ საქართველოს პარტნიორი იყოს არა ირანი, რუსეთი და სხვა ქვეყნები, არამედ იყვნენ ამერიკა, საფრანგეთი, გერმანია და სხვა ქვეყნები, ჩვენთვის არის აუცილებელი მათ შორის ამ კუთხით რა თქმა უნდა ამ სისტემის დემონტაჟი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციაში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს პარტია გირჩი. პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რათა დაგსაქსულიყო და ხელისუფლებისთვის შესაძლო გამარჯვების ბერკეტები შეექმნა. გირჩი კანდიდატს შიდა პარტიული პრაიმერისით არჩევენ. მერობის კანდიდატების შერჩევის პროცესი აგვისტოს განმავლობაში გაგრძელდება. გირჩი აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან ოპოზიციურ სპექტრში თბილისის მერობისთვის კომპეტენტური კანდიდატი აქამდე არავის წარუდგენია. არჩევნებში გაერთიანებული ძალებით მონაწილეობას აპირებენ პარტიები გახარია საქართველოსთვისა და ლელო ძლიერი საქართველოსთვისაც. ლიდერები აცხადებენ, რომ კანდიდატებთან დაკავშირებით მსჯელობა დასკვნით ეტაპზეა. ოპოზიციის ნაწილი კი კვლავაც ბოიკოტში რჩება. ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნებს სპეცოპერაციას უწოდებენ და აცხადებენ, რომ წინასწარ წაგებულ თამაშში შესვლას არ აპირებენ. ოპოზიციონერი ლიდერების თქმითვე პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნები კვლავაც უცვლელი რჩება. საქართველოში საარჩევნო პროცესი არ არსებობს, რეალური ოპოზიციური ძალები არ იღებენ მონაწილეობას ამ პროცესში. ის ძალები, რომლებიც იღებენ, არიან თვით დაზიანების რეჟიმში გადასულები, ამიტომაც ამ სპეცოპერაციაში ხა კონკრეტულად მე რა მოხდება, ამას უკვე აღარ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. პოlicიის დიდი ნაწილი რევოლუციას აწყობს, ერთი ქუჩიდან მეორე არჩევნებში მონაწილეობით უნდა რომ რაღაც რევოლუციური მუხტი აწიოს. ქართული ოცნება ისევ რაღაც მშვიდობას და უმზე ამბობს ადგილობრივ არჩევნებზე, რომელიც არაფერ შუაში არ არის და რა ვიცი, ქალაქის მოწყობაზე უნდა ილაპარაკო და დანგრეულ უკრაინულ ქალაქებს აჩვენებენ ხალხს. და ამ გარემოში ძალიან რთულია მართლა ადეკვატური საარჩევნო კამპანია, იმიტომ რომ გარეთ არის არაადეკვატურობა. ჩვენ უახლოეს მომავალში გვექნება შესაძლებლობა, რომ წარვადგინოთ მერობის კანდიდატები, მიმდინარეობს შესაბამისი კონსულტაციები და როდესაც მზად ვიქნებით საზოგადოებას აუცილებლად გავაცნობთ ჩვენი კანდიდატების ვინაობას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც უზრუნველყოფენ იმას, რომ საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში ხალხმა დაინახოს, რომ არსებობს რეალური ალტერნატივა. ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც საბოტაჟის რეჟიმში არჩევნებშია ჩართული, არის კოლექტიური ნაცმოძრაობა. თუ რაიმე გაუგებრობა აქვთ ერთმანეთთან, დაპირისპირება, მხოლოდ ერთი თემაა. ესენი ამბობენ, რომ არჩევნების გზით უფრო ადვილად ვიბრძოლებთ იმის მისაღწევად, რასაც ქვია სახელმწიფოში დესტაბილიზაციის პროცესის განვითარება და ხელისუფლების შეცვლა. სხვანი ფიქრობენ, რომ საბოტაჟის გზით ეს უფრო მისაღწევია. თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული პოეტი ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა 10,000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების თაობაზე. მან ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაიზიარა და ბრალდებული კვლავაც პატიმრობაში დატოვა. ადვოკატის პოზიციით ზვიად რატიანის მხრიდან არ არსებობს მართლმსაჯულებისთვის შემშლელი რაიმე ფაქტორი და მეტიც თვითონ ზვიად რატიანი გამხდარა არაერთხელ პოლიციელების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. რაც შეეხება
უშუალოდ რატიანს. მას პოლიციელ თეიმურაზ მეშველაშვილზე თავდასხმას ედავებიან. ბრალდების მხარის მტკიცებით რატიანმა თეიმურაზ მეშველაშვილს სახის არეში მარჯვენა ხელი დაარტყა. ბრალდებულის რატიანის განცხადებით კი ის თავს დამნაშავედ არ თვლის. ამასთან მანვე უპასუხა მოსამართლის შეკითხვას, ხომ არ გამხდარა წამების მსხვერპლი, რაც ბრალდებულმა უარყო. პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 23 ივნისს დააკავეს. პროკურატურა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებისა და შესრულების დეტალებზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს უწყების ცნობით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება ჰქონდათ ლევან ჯანგველაძესთან და ამ უკანასკნელთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით. დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზება. უწყება განმარტავს, რომ ამ მიზნით ისინი დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ პირს, რომელსაც განდეს მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა, რაზეც მისგან მიიღეს თანხმობა და სამივე მათგანმა დაიწყო დანაშაულის შემსრულებლის მოძიება. გასულ დღეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბიზნესმენი გიორგი მიქაძე დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში მისმა ადვოკატმა მოინახულა. როგორც ადვოკატი აცხადებს, ჯერჯერობით დაკავებული გიორგი მიქაძე დუმილის უფლებას იყენებს და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ისინი კონკრეტულ სტრატეგიაზე ჩამოყალიბდებიან. დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე უკრაინის ტერიტორიების შესახებ მოლაპარაკებებს არ გამართავს. ევროპელი დიპლომატების ცნობით, ევროპელ ლიდერებთან გამართული სატელეფონო საუბრისას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ალასკაზე ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს. ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ უკრაინის ტერიტორიების შესახებ მოლაპარაკება მის საქმეს არ წარმოადგენს. დიპლომატებმა გამოცემას განუცხადეს, რომ სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მიმართ მხარდაჭერაც გამოხატა. უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტმა ასევე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ ალასკაზე შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, მაშინ ამას მძიმე შედეგები მოყვება.